ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგად გორის კულტურის ცენტრი 2 აიბად ჩამოყალიბდა. 10 რაიონული ცენტრი ამიერიდან დამოუკიდებელ გაერთიანებად იფუნქციონებს და თვითმმართველი თემის მუნიციპალიტეტს დაექვემდებარება. შესაბამისად, გაიყო კულტურის ცენტრისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაც. ამ პროცედურების პარალელურად აიბის თანამშრომლებს უკვე 2 თვეა სახელფასო ანაზღაურება არ მიუღიათ. მოგვიწია ის, რომ ჩვენ ორგანიზაციას არსებული 516,000 ლარის ნაცვლად, რომელიც წლის განმავლობაში იყო გასახარჯი, წლევანდელი წლისათვის უნდა გავხარჯოთ მხოლოდ 295,000 ლარი. ჩვენ გვიწევდა 144,000 ადამიანზე აქცენტების გაკეთება, დღევანდელი მონაცემებით ქალაქის კულტურის ცენტრს ექნება არეალი, სადაც იქნება 54,000 მოსახლე და სახელფასო დავალიანება ამ ეტაპისათვის შეადგენს 2 თვის დავალიანებას, ეს არის ივლისი და აგვისტოს პერიოდი და ჩვენ ამ 2 თვის განმავლობაში მაინც აქტიურად მუშაობდით. ივლისისა და აგვისტოს სახელფასო ანაზღაურება არ მიიღეთ გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებსაც. რამდენიმე დღის წინ ისინი საკუთარი ინიციატივით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან საკითხის დროულად მოგვარების პირობაც მიიღეს. ეს ყველაფერი იქნება მოგვარებული, დაპირება იყო და საჯარო რეესტრიდან ველოდებით პასუხს, რადგან ჩამოყალიბდეს ეს აიპი, როცა აიპი ჩამოყალიბდება და იურიდიულად გამართული იქნება ეს ყველაფერი, ხელფასით ჩვეულებრივად დაერიცხება თანამშრომლებს. აღსანიშნავია, რომ სახელფასო ანაზღაურების შეფერხებასთან დაკავშირებით ორგანიზაციებს წინასწარი გაფრთხილება არ მიუღიათ. როგორც ქალაქ გორის მერიაში თრიალეთს განუმარტეს დაგვიანების მიზეზი გარკვეული პროცედურული საკითხები გახდა. კერძოდ კი ამჟამად მიმდინარეობს აიპების გაყოფასა და მერიის ბალანსზე გადატანაზე მუშაობა. ვამზადებთ იურიდიულ საფუძვლებს იმისათვის, რომ გადმოვირეგისტრიროთ აიპები, ვიყოთ ჩვენ დამფუძნებელი ამ აიპებისა და შესაბამისად მოგვეცეს უფლება იურიდიულად იმისი, რომ დავაფინანსოთ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აიპები. ეს პრობლემა შეიქმნა ძირითადად გაყოფის იმ აიპებს შეხოთ, რომელიც გაიყო რაიონს გადაეცა ნაწილი ქალაქს. ქალაქ გორის მერიაში აცხადებენ, რომ სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებული შეფერხება სულ 4 აიპს შეეხო. კულტურის ცენტრისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის გარდა კუთვნილი თანხა არ მიუღიათ ჭიდაობისა და კრივის დარბაზების თანამშრომლებსაც.